ზესტაფონში აუტიზმისა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი ნაიო გაიხსნა. ნაიოს ფილიალი ზესტაფონში ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა პატარიძე მუნიციპალიტეტის მერთან ვასილ გველესიანთან ერთად გახსნა. სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარები პირველ ეტაპზე კონკრეტული უფასო სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლებენ. დღემდე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს საჭირო სერვისების მისაღებად სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება. როგორც მერმა განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შესაბამისი სერვისების მიღება ზესტაფონშიც ყოფილიყო შესაძლებელი. რეაბილიტაციის ცენტრი ნაიო 1997 წელს დაარსდა. მისი შექმნის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული და ამერიკული სერვისები მიეწოდებინა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. წლების განმავლობაში ცენტრი იყო ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება დასავლეთ საქართველოში. დღევანდელი მონაცემებით ცენტრში მაღალკვალიფიციური სერვისით სარგებლობს 700-ზე მეტი ბავშვი. ცენტრს გააჩნია 3 ფილიალი: ზესტაფონში, ტყიბულსა და ხონში. იგი ასრულებს შემდეგ პროგრამებს: აბილიტაცია, რეაბილიტაციისა და ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამები, ქუთაისის მერიის აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამა, ასევე ხონის, ტყიბულისა და წყალტუბოს მერიის ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები. ცენტრში დასაქმებულია 130-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. ცენტრი არის ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტის სასწავლო ბაზა. ასევე არის საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის კოლეჯის სპორტული მასაჟის მიმართულების სასწავლო ბაზა. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქალაქ ზესტაფონისათვის და ასევე მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ორგანიზაციისათვის. ჩვენ მესამე ფილიალი გავხსენით უკვე იმერეთის რეგიონში. ქონდა ფილიალი ტყიბულში და ქონდა ფილიალი ხონში. დღეს ხსნით ზესტაფონის ფილიალს. აღნიშნული ფილიალი მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს 0-დან 18 წლამდე აბილიტაცია, რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რა იყო მიზანი ამ ცენტრის გახსნისა? ძალიან ბევრი რაოდენობა ბავშვებისა აი ამ სერვისის მისაღებად მოდიოდა ქუთაისში და მათთვის ტრანსპორტირება იყო ძალიან პრობლემატური. ამოდენა გზაზე ჩამოსვლა, მერე უკან დაბრუნება ბევრს უქმნიდა პრობლემას. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ აი ამ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომ აღნიშნული ფილიალი გაგვეხსნა ზესტაფონში. მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ქალაქ ზესტაფონის მერს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აი აღნიშნული ფართის ჩვენი ცენტრისათვის გადმოცემაში და ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადა გერმანიის საელჩოს, რომელიც ფინანსური დახმარებითაც და ჩვენი თანამონაწილეობით მოხერხდა აი ამ შენობის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, აღჭურვა. ჩვენ სავარაუდოდ ძველით ახალი წლიდან უკვე შევუდგებით პაციენტების მიღებას და უსურვებ ყველას დამდეგ ბედნიერ ახალ წელს 2025 ყოფილიყოს მათთვის წარმატების და ბედნიერების და ჯანმრთელობის მომტანი. მნიშვნელოვანი დღეა ზესტაფონელებისთვის. ორგანიზაცია ნაიოს ზესტაფონის ფილიალი გაიხსნა დღეს, რომელიც 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებს მოემსახურება. საჭიროებისამებრ არის გახსნილი მეტყველების, სპეცთერაპიის, არტ-თერაპიის და სხვადასხვა მიმართულების თერაპიის კაბინეტები. გადამზადებული არის 8 სპეციალისტი, ზესტაფონელი თერაპევტები, რომლებიც იმუშავებენ აი ამ ადამიანებთან, საჭიროების მქონე ადამიანებთან და ვფიქრობ, რომ აი წლების მანძილზე აუცილებელი იყო, რომ მინიმუმ ქუთაისში ეტარებინათ ეს ბავშვები და მოგვეხსენებათ ახლა ყველამ ერთად მოვეფერეთ აგერ ამ პატარებს და მართლაც აქვს აუცილებლობა იმისა, რომ მათთან თერაპევტი მუშაობდეს და უკვე ადგილზე ექნებათ ამისი საშუალება. ჩვენ შეძლების დაგვარად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფართი გამოგვეყო მათთვის და შეძლო ორგანიზაციამ, რომ გერმანიის საელჩოსთან ერთად ეს პროექტი შეემუშავებინათ და გერმანიის საელჩოს დაფინანსებით გაკეთდა ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ვისჯერები ხართ და მინდა ახალი წლის მობრძანება მიულოცო ორგანიზაციასაც, ბენეფიციარებსაც და ვისურვო და ვივარაუდო, რომ ეს ცენტრი ძალიან კარგი მაგალითიც იქნება და გამოყენებადი ჩვენი რაიონის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ნაიო, რომელიც მნიშვნელოვნად აუცილებელი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის. მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ამ ხელა გზაზე ბავშვის წაყვანა, წამოყვანა ძალიან რთულია, თუნდაც ზამთარში, როცა ადგილზე არის შესაძლებლობა არის საუკეთესო, იმიტომ რომ დროის გათვლის მიხედვით აქ მეტად კომფორტულია ჩვენთვის და ჩემი პატარასთვის, რომ აქ მივიღოთ ეს რესურსი და წინსვლას ვუსურვებ ცენტრ ნაიოს, რადგან აქ ჩვენს გვაქვს ეს პრივილეგია ზესტაფონელებს, რომ გქონდეს აქ ეს ცენტრი. თამბაქოს მონიტორის ჩვენი ცენტრი უკვე მეხუთე წელია რაც ახორციელებს და არის ძალიან შრომატევადი, არც თუ ისე ადვილად შესატარებელია ეს პროცესი მოგეხსენებათ, იმიტომ რომ თანდათან სწავლობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევისგან თავი შეიკავოს და განსაკუთრებით ეს ეხება ხოლმე უფრო მეტად თან სარესტორნო ქსელს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ შემოწმების პერიოდში ხანდახან ვაწყდებით ხოლმე ძალიან დიდ წინააღმდეგობებს, თუმცა შემიძლია ვთქვა, საგრძნობლად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. იცით რომ თამბაქოს კოლოფს ახლავს, ყველა კოლოფსია პიქტოგრამები, სპეციალურად გამოყოფილი წარწერები, ახლა თამბაქოს ინდუსტრია იცით საკმაოდ დიდია და მასთან ბრძოლა არ გახლავთ ადვილი, თუმცა ვალდებულნი არიან დაიტანონ გარკვეული წარწერები თამბაქოზე და მიუთითონ მოხმარებელს, რომ ის მავნებელია მათი ჯანმრთელობისთვის. ასევე ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია ელექტრონული სიგარეტი და მითია ის, რომ ის ნაკლებად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, თუმცა ახალგაზრდებში გახდა რატომღაც უფრო პოპულარული, უფრო ტრენდული თუ შეიძლება ასე ვიტყვით. ჩვენ ზოგადად მოუწოდებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყველა მათგანს, რომ თავი დაიცვან ამ მავნეჩვევისგან და გათავისუფლდეს სწორედ ამ მავნეჩვევისგან და მიხედონ თავის ჯანმრთელობას და უსურვოთ თითოეულ მათგან ჯანმრთელობას. რაც შეეხება თვითონ ჩვენი ცენტრის მუშაობას, იმერეთის რეგიონში ჩვენ ქუთაისთან ერთად დავჭით როგორც ერთ-ერთი აქტიური რაიონი, მუნიციპალიტეტი და უკვე მეორედ მადლობის სიგელი გადმოგვეცა თვითონ იმ კომპანიიდან, რომელიც უშუალოდ უცხოება თამბაქოს საზინამდეგო კამპანიას, უბრალოდ მოწევის საზინამდეგო კამპანიას ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, იმიტომ რომ თავშეყრის ადგილები გახდა უფრო სუფთა. თვალში მოსახვედრია უკვე ეს დამოკიდებულება, რაღაც პატივისცემის გრძნობა გაგაჩნია, როცა სიხარ დაუშვათ დარბაზში და იქ ვინმე გვერდით არ ეწევა სიგარეტს და რაღაც უფრო კომფორტულია ჩემთვის ეს გარემო, ამიტომ მე მივესალმები, მიუხედავად იმის ახლა აკრძალვები თავისთავად იწვევს გარკვეულ უკურიაქციებს, მაგრამ არის რომ ჩვენ ვეჩვევით გარკვეულ წესებს და კანონებს და ალბათ კარგი იქნება თუ ის საზოგადოება ამას გაგებით შეხვდება. უპირველესად ყველაფერი ეს კეთდება თითოეული ჩვენთაგანი ჯანმრთელობისთვის და ყველას უსურვებს ჯანმრთელობას. ზოგადად ტენდენცია არის, რომ მომატებულია მოზარდებში თამბაქოს მოხმარება და განსაკუთრებით გოგონებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 12.5% ძირითადად ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლების არიან ახალგაზრდები, ხოლო 2% არის დასრული მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს რაიონში ხორციელდება კონტროლის ღონისძიებები, კონკრეტულად მოწევის მონიტორინგი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაჭრობის და ტრანსპორტის მონიტორინგი. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებში შედის ეს და მოზარდებში, როგორც გითხარით, უკვე მომატებული არის ამის მოხმარება და ამიტომაც გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქცია არის პრევენცია, ინფორმაციის მიწოდება, ინფორმირებულობა მოსახლეობის, მცდარი შეხედულება არსებობს საზოგადოებაში იმაზე, რომ ელექტრონული სიგარეტი ნაკლებად მავნებელი არის, მაგრამ როგორც თამბაქოს ელექტრონული სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს და ზოგიერთში ისეთი შემადგენლობით არის, რომ ერთი კოლოფიის სიგარეტის შემადგენლობას უტოლდება. და თვითონ წარმოებლები დღესდღეობით ცდილობენ, რომ მიიზიდონ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამისთვის უმატებენ ელექტრონულ სიგარეტის არომატიზატორებს, სხვადასხვა სპეციფიკურ არომატიზატორებს და ეს მიმზიდველი არის ახალგაზრდობისთვის და გონიათ, რომ ნაკლებად მავნებელია, მაგრამ ეს არის მითი და მინდა მივაწოდო საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებში იგივე დაავადებებს გამოიწვევს, რაც თამბაქოს მოხმარება ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. ამ ხელნაწერ რვეულებში ყველა ის ემოცია ინახება, რომელსაც ციური ციცქიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე წერდა და აგროვებდა. ფურცლებზე დატანილი გულწრფელი განცდები მის ლექსებს განსაკუთრებულ უბრალოებას ძენს.
მუზა 80 წლის ციური ციცქიშვილისთვის ახლაც ხშირი სტუმარია და სოფელ შროშაში მის ოჯახურ ყოველდღიურობას და საქმიანობას შინაარსიანს ხდის. ამბობს, რომ წინააღმდეგობებით სავსე რთული ცხოვრება ჰქონდა. ახლაც კი განვლილი გზა უფლებას აძლევს თქვას, რომ ღირსეულად იცხოვრა. პირველი ლექსი ახლა არ მიგროვებია ხოლმე ან თუ სკოლაში დაგვავალებდნენ ან თუ რამე სულ პატარაობიდანაც შემეძლო როცა წერა კითხვა არ ვიცოდი მაშინაც შემეძლო კუპლეტი პატარა კუპლეტების თქმა სოფლებზე შროშაზე ხალხს უწერამ ძალიან ბევრს ადამიანი არ არის შროშაში რომ ლექსი არ დამეწეროს რომ მოვივა მუსა დილას ვავდგები იმ ხშირად მაშინ დავდგები და წერამ და რატომ მომდის და რისთვის მომდის ეს არ ვიცი არ მაყენებს დრო ხო არ მაქვს რო ვწერო მზეზე მთვარეზე წყაროზე წყალი დედამიწის სისხლია ასე წერო კერძოდ ადამიანებს ხშირად უწერანდი ვაწოდებ ახლაც მაქვს კონვერტებში ჩადებული მისაცემი ხალხისთვისავლები მაქვს ძალიან ვერი ჭირვარავი სულ 6 შვილის დედა ვარ 4 მყავს კიდე 3 მყავდნენ და გოგოები იყვნენ ხოლმე სუყელაი მაგრამ 16 წლის მერე 16 წელიწადი რომ გავიდა მის მერე აქ რომ ჩამოვესახლეთ ახალ სამოსახლოზე გაგვიჩნდა ბიჭი შრომაში და სულ შრომაში 80 წელი გახდა და დღესაც მარტო ვარ ოჯახში და შრომობ პატარა ბიჭი ჩემთან გეიზარდა უმცროსი დიდი ბიჭი გიორგი როგორ ფიქრობთ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს უკვეთესი რა არის შრომითი რო დათოხნი გეინძრევი მე იყვან და დეცამ და ბუდნი აგერ მაგაიგარე მოიკაი გვახი გეკნება კაი სიმეთი გეკნება მე ჩემ სიცოცხლეში არც ცოცხი მიყიდნია მამყავდა და ვაწყობდი არც ჭადის თბილი იმდენი მქონა ჭადს თუ გამოაცხობ არც ახლა აღარავინ ჭამს ბურს მე რო იშრომებ სოფელში თუ ხარ და ძროხა გეყოლივა თავს ყველანაირად ირჩენ ერთი ძროხა ყავდა ბავშვილებიც დავზარდა და არც არაფერი მაკლ და საჭმელიც ქონა და სასმელიც ქონა და ყველაფერი ქონა. ახლა დღესდღეობით და ამგვიან ბოსტანში გავდივარ და ბოსტანი მაქვს ძალიან კაი და სულ ყველაფერი მაქვს შიდა. ის არაფერი არ მაკლიანია ხორი ოქრახოში გინძის დათესილიც მაქვს ამოსულიც არიან კიდე და სათესიც მაქვს. სულ ჯიბეებში მიდია ხოლმე თესლები ჯიბეებიანი მაცვია. წენქვეით შამევიკრავ ჯიბეებიანს ჩემ შეკერილს კერვა მემარჯვებ და არაფერს არ ყიდულობ წვანების ნაირ. ახლაც ვიურია ჩემ ბოსტანში. ადამიანებს იმას ვეხარწები და ვემუტარებ, სულ ყველას წევლა არ არის აუცილებელი, ან უკან არ დაგიბრუნდეს, ან ღმერთმა არ გიწყინოს ჩემ სიცოცხლეში. უფალს ვევედრები დაიფარე საქართველო. საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა და განწყობის შექმნა ციური ციცქიშვილისთვის ახლაც მთავარი გატაცება. ხელნაწერ კრებულებში არაერთი ლექსი აქვს, რომელსაც ჯერ ადრესატამდე არ მიუღწევია. სურს ადამიანებსა და ოჯახებში სიყვარულმა და ბედნიერებამ, სამყაროში კი სიმშვიდემ დაისადგუროს.